ჩვენმა მოქალაქეებმა, თბილისელებმა და სხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრება მოქალაქეებმა გამოხატონ თავიანთი კონსტიტუციური უფლება და არ აჩუქონ თავიანთი ხმა იმ ძალას, რომელმაც ქვეყანა ჩამოაშორა, იზოლაცია გაუკეთა, ჩამოაშორა თავისუფალ არჩევანს, ჩამოაშორა ჩვენ ევროპულ არჩევანს. იმის მოლოდინი, რომ ეს მეთოდები, რომელსაც თქვენ ამბობთ, ამ ცვლილებებს შეცვლის თვითონ ის ძალა, რომელიც აყალბებს და აყალბებდა არჩევნებს, ამის მოლოდინი არის ფუჭი. ხელჩართული ბრძოლა მიდის საარჩევნო უბნებთან, იმიტომ რომ ქოცების ტიტუშკები, მოკრიმინალო ელემენტები, კოორდინატორთა ჯოგები დგანან უბნების შესასვლელებთან და ამომრჩეველს ხელს უშლიან საარჩევნო უბნებზე შესვლაში და სელექციას აკეთებენ საარჩევნო უბნებთან. ბრძოლის ველად არის გადაქცეული თბილისის უბნების უმრავლესობაც. სისტემური გაყალბების მთელი რიგი ტენდენციები უკვე შეგვიძლია გამოუკვეთოთ ამ დროისთვის. მოსყიდვის ფაქტები, რომელიც ამ არჩევნებზე ფიქსირდება პირდაპირ საარჩევნო უბნებთან ტრადიციულად, როგორც ეს იყო წინა პერიოდში, უბრალოდ ეს ხდება ძალიან სწრაფად და აგრესიულად და ხდება ბევრ წერტილში ერთდროულად. სავარაუდო კარუსელი დადასტურდა ბევრ წერტილში, დღეს მდგომარეობით შეგვიძლია ვთქვათ, რადგან ათეულობით წერტილია თბილისში, სადაც სპეციალურად ქართული ოცნების კომისიის წევრები რაკონსტრუქციან კამერას, ხრიან ჩვენ კამერებს.